დასრულდა უკვე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, შეგვიძლია ვთქვათ, სულ რაღაც 1 საათის წინ. ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რაც გასდევდა ფონად თელონ სამ დღეს. პირველი ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ეს ურთიერთობა, რომელიც ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტობის შემდგომ აშკარად პრობლემატური არის და ეს სტაბილურობა ნაკლებად თუ ეთქმის ამ ურთიერთობას და გაურკვევლობა, რაც უფრო მეტწილად ევროპელებს ადარდებთ და მეორეს რომ უკრაინა ეს ორი საკითხი იყო, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ორი მნიშვნელოვანი პარალელურად მოქმედი, ასე ვთქვათ, ღონისძიებები და შეხვედრები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა. თავისთავად ცხადია, ალბათ მაინც თავარი მოვლენა იყო მარკო რუბიოს სიტყვით გამოსვლა, თუმცა რამდენადაც ამას ბევრმა მათ შორის საქართველოს ისტორიული უწოდა, მეორეს მხრივ იმდენად კარგი იყო, ალბათ პოზიტიური ნაწილი იყო ის, რომ ხაზი გაესვა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობას და ის, რომ ევროპა და ამერიკის ეს პოლიტიკური ქორწილი, ასე ვთქვათ, არ დასრულებულა, მაგრამ მეორეს მხრივ ძირითადი, ასე ვთქვათ, შეშფოთების საკითხები, რაც ევროპელებისთვის აქამდეც იყო, შეიძლება ითქვას, რომ დერეფნებში მაინც დარჩა. პირადად მე ვერ დავასახელებ, რადგანაც ესე გამოველაპარაკე, მაგრამ აი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ამბობდა იმას, რომ პრინციპში არსებითად, ამითი გარდა იმისა, რომ ტონალობა იყო სხვა, JD Vance-ის, ასე ვთქვათ, გამოსვლასთან შედარებით, ისინი მაინც ძიმედ უყურებენ ამერიკის არსებულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობას, პირველ რიგში თანასწორ უფლებიანი, ასე ვთქვათ, ადგილიდან. და გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემა მათთვის, თუმცა თავის მხრივ ევროპული მხარეც უნდა მათი აქცენტი შეიძლება ჩემი შთაბეჭდილება არის შემდეგი, რომ მათ პრაქტიკულად პასუხი გასცეს JD Vance-ის შარშანდელ გამოსვლას, საერთოდ თქოს ყველაფერი ამის პასუხად ხდებოდა და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ აი შემდგომ პროცესებში და აქ პირველ რიგში უკრაინის და რუსეთის უსაფრთხოების სამშვიდობო საკითხები უნდა ვიგულისხმოთ, მათ ადგილი ჰქონდათ მაგიდას ეს ძალიან ახლა მოკლედ ვთქვათ ყველაფერი, ასე ვთქვათ, რისით მათ შეიძლება ამ თვალსაზრისით. ხო, JD Vance-ის შარშანდელი გამოსვლის ეკო მართლაც საკმაოდ მძიმე იყო და პრინციპში მთელი წელი, რასაც უყურებდით, ჩვენ დინამიკაში იყო რთული ბევრი მიმართულებით და ამ ფონზე ტონის ცვლილებაც რასაკვირველია იყო აღსანიშნავი. მოდი გამოვყოთ ძირითადი საკითხები, რაც არის აზრთა სხვადასხვაობა. მიგრაციის თემა იყო ასეთი, ასევე კლიმატის ცვლილების თემა, რაც ახლა შეიძლება ჩვენ ქართული მაყურებლისთვის შედარებით ნაკლებ საინტერესო იყოს, მაგრამ ეს მიგრაციის და მულტიკულტურალიზმის თემები არის ის ძირითადი დისკუსია, რაც მაგ დერეფნებში დარწმუნებული ვართ, რომ აქტიურად განიხილებოდა, მაგრამ რაც ეხება რაღაც უსაფრთხოების მიმართულებებს, მან თითქოს უფრო მეტი თანხმობა არის გამოკვეთილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას შორის, ხარჯებიც თავდაცვაზე ევროპაში იზრდება და პრინციპში კრიტიკული მხარეც გასაგებია, მაგრამ პოზიტიურად რო შევხედოთ, ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი ალბათ შეგვიძლია განვიხილოთ, ესეც შეიძლება იყოს, რომ ევროპა უფრო მეტად არა მხოლოდ დაფიქრდა, არამედ ამოქმედდა საკუთარი უსაფრთხოების აქტიურად უზრუნველყოფაზე, ეს კუთხეც რომ განვიხილოთ. ხო, როგორც ერთ-ერთ შეხვედრაზე აი ტრამპის ადმირალურად კრიტიკულად განწყობილმა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა თქვა, ალბათ ერთ-ერთი არა, ერთადერთი პლუსი მის სიტყვებს, ასე ვთქვათ, ვიყენებ ახლა არის ის, რომ ევროპა უფრო მეტად გაერთიანებულია და უფრო მეტად ფიქრობს, რომ გახდეს გეოპოლიტიკური მოთამაშე, უფრო აქტიური. თუმცა ამის გარდა თავში სალომე რაც ახსენე, პრინციპში განსხვავებები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკურ დონეზე და კულტურულ დონეზე და ეს მოიცავს ემიგრაციას, ასევე როგორც ახსენე კლიმატის საკითხები და სხვადასხვა ეს ძალიან შესამჩნევია, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, აი დერეფნებშიც გამოვიყენეთ ეს სიტყვა და პრინციპში ამერიკაში ამ მომენტში არსებული ეს კონსერვატორული, ასე ვთქვათ, კაბინეტი ტრამპის და ევროპაში არსებული მოსაზრებები, მათ ამ ორ მხარეს მოსაზრებები ამ საკითხებზე რამდენად თავსებადია, მე აქ არ ვარ დიდად, ასე ვთქვათ, ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა კარგი ალბათ მაინც ის არის საბოლოო ჯამში და ევროპელებიც ამას ხას უსმევდნენ, რომ ამერიკას მარტო არ შეუძლია აი ამ მულტიპოლარულ სამყაროში დარჩენა და მათთვის ევროპელებთან პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში აქ ჩინეთი იყო, ასე ვთქვათ, ყველაზე ხშირად ციტირებადი და შემდგომ რუსეთი. ამ კონტექსტში და უსაფრთხოების ნაწილზე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნაწილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ხო, თუმცა აქაც მე შემიძლია თქვა გარკვეული საკითხები, რაც ამ დრომდე რჩება ბუნდოვნად, მაგალითად ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდგომ პრაქტიკულად შეწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარება და ამას უკრაინელებიც
ეს იქნებოდა ოფიციალური დელეგაცია თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ არა სახელმწიფო წარმომადგენლები ხას უსვევდნენ და ამას ამბობდნენ და ეს მათთვის რეალური პრობლემაა და პრინციპში თუ ვინმე არის კონტრიბუტორი დღეს ეს არის ევროპა ხო ერთის მხრივ ამერიკული იარაღს ყიდულობს და მეორეს მხრივ პირდაპირ ჰუმანიტარული დახმარება შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ შარშანდელთან შედარებით შეიძლება რაღაც პროგრესი იყოს ბევრი საკითხი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ გასარკვევია და დინამიკა კარგი ალბათ თუ რამე არის ის რომ მცირედი დინამიკა უკეთესია. ზაზა, უკრაინის თემას ცოტა უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, გასაკვირი არ არის რომ ბოლო წლებში იყო ცხადია უკრაინა-რუსეთის ომი ძირითადი თემა ამ კონფერენციის წელს რა გამოიკვეთა ამ მიმართულებით? მე ამ თვალსაზრისით ნინო ჩემი დაკვირვება არის რომ თქოს ის დინამიკა გრძელდება რაც აქამდე იყო პრინციპში თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმაც და სხვა ლიდერებმაც ამ საკითხის ირგვლივ გაიმეორეს ერთი და იგივე ხო რომ უკრაინა სამშობლო კომპრომისებზე უნდა წავიდეს რუსეთი და არა უკრაინა ხო უკრაინამ თავისთავად გონებრულობის ფარგლებში ყველა კომპრომისზე წავიდა და ზელენსკიც ამას ამბობდა ხო ბევრი კომპრომისი უკვე გადაიდგა და არც ერთი ნაბიჯი არ არის რუსეთის მხრიდან აქ არის მნიშვნელოვანი ამერიკის კომპონენტი და ალბათ ეს არის ის საკითხი რის ირგვლივაც ბუნდოვანება რჩება მათ შორის ამერიკული დელეგაცია აქ იყვნენ სენატორები აქ იყვნენ გუბერნატორები ყველა ძალიან ცალსახარი რესპუბლიკელიც და დემოკრატიც მათ შორის რომ უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება უკრაინას სჭირდება ასე ვთქვათ განგზობითი დახმარება თუმცა პრაქტიკაში ეს როდის და როგორ და რანაირად გადაითარგმნება ამერიკული მხარის მხრიდან ეს არის ესეთი რა ქვია საკმაოდ რთულად დასადგენი ვინაიდან საბოლოო ჯამში მაინც ტრამპის და მისი კაბინეტის ასე ვთქვათ გადასაწყვეტია ამ თვალსაზრისით როგორ წაიყვანენ პროცესებს და ჩვენ ვიცით ხო გასული წლის განმავლობაში ძალიან ურაზროვანი იყო ყველაზე რბილად რო ვთქვათ მთელი ეს ასე ვთქვათ საკითხები. ბოლო კითხვაც მექნება ზაზა ქართულ დელეგაციას თუ გადააწყდეს სადმე ან საქართველოს თუ იყო ნახსენები სადმე აი ამასთან დაკავშირებითაც რომ გითხრა რამე ვიცით რომ საგარეო საქმეთა მინისტრია ოცნების მანდ და ქონდა რამდენიმე შეხვედრა მაღალი დონის არ იყო მაინც და მაინც შეხვედრები. მე მაკაბოჭორიშვილს არსად არ მინახავს სიმართლე რომ თქვა აქ ძალიან მარტივია რომ რა ქვია არ ვიცი პირადად ხე მაგალითად კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომიდან დაწყებული რიში სუნაკით დამთავრებული ანუ ძალიან მარტივია რომ ამ ხალხს ყველას ერთად შეხვდა იმიტომ რომ დაახლოებით 120 ქვეყნის წარმომადგენელი აქ ჩამოსული მე პირადად საქართველოს დელეგაცია არ მინახავს თუმცა რა თქმა უნდა ისინი აქ იყვნენ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი მათ ორ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა თუმცა საჯარო არ ყოფილა ეს მათ შორის არც ჩემთვის და არც ბევრი ადამიანისთვის მაგრამ ამას მე მგონი უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ზოგადად აი ამ დინამიკაში რაც დღეს მიუნხენში იყო ხო და მიუნხენის კონფერენცია ერთი ნაწილია ისაც ტელევიზიის ეკრანებზე ჩანს თუმცა მეორე არის ის შესაძლებლობა რაც გეძლევა აქ რომ გამართო მხრივი შეხვედრები გამართო მრავალმხრივი შეხვედრები იყო ძალიან აქტიური მე ვუყურებდი ქვეყნებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს რომლებიც პროაქტიულად მუშაობდნენ და შენ თუ ხარ ასე ვთქვათ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ კონტექსტში რა ვიღოთ ხო ევროინტეგრაცია და უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე ვთქვათ ნატო რომელიც ასე ბუნდოვანი არის სამწუხაროდ ნატოში ინტეგრაციის საკითხი ზოგადად არ მხოლოდ ჩვენთვის მაგრამ უსაფრთხოების წინ წაწევის კუთხით ბევრი შესაძლებლობა და რამდენად ვიყენებთ ამას ეს ყველაზე ნეიტრალურად რო თქვა მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ჩემი თვალით ნახე მაგალითად სულ 2 წლის წინ შეიცვალა ხო თავრობა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრაქტიკულად ყველა დერეფანში და ყველა ქუჩაში ხვდებოდა. აღარაფერს ვამბობ სპეციალურად არ ვთქვი ან მოლდოვა, ან უკრაინა, ან კიდევ ბალკანეთის ქვეყნები, ან სხვა რომლებიც ჩვენთან უფრო ახლოს არიან ევროინტეგრაციის თვალსაზრისით შესაბამისად უფრო ტრაგიკული არის ის, რომ ჩვენ საერთოდ ამ დინამიკაში არ ვართ და ჩვენ ვართ ჩემი აღქმით ერთადერთი რასაც ვთავაზობთ სამყაროს ეს არის რომ გაიაროს მანქანები და ვიყოთ რაღაც ასე ვთქვათ ეს დამაკავშირებელი რგოლი ან სატრანზიტო და ამის გარდა თითქოს არაფერი გვაქვს სათქმელი არა და ის რომ წარსულში მოიხსენიება საქართველოს როგორც რეფორმების გამტარი, როგორც დემოკრატიული თავის რეგიონში, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გულსატკენია. ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების მიღმა უნდა იყოს ეს გულსატკენი წესით, ვინაიდან ჩვენ რაღაცა ნაცრისფერი ზონის წარმომადგენლები ვართ თითქოს და მათ შორის კი ბატონო. დიდი მადლობა ზაზა. მადლობა ზაზას ძალიან საინტერესო ღონისძიებას ესწრებოდა.